მოგესალმებით. დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. პირველ რიგში ნება მომეცით მოგახსენოთ თუ რა წერდა ახალგაზრდა ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო, რომელიც ავარაუდოდ პირველი დასავლელი ადამიანი იყო საქართველოში ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის შესახებ. მარკო პოლო საუბრობდა მეფე დავითზე, შესანიშნავ ხალხზე, რომელიც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევა ბრძოლაში და ამაყობს თავისი ქრისტიანული კულტურით. მათ ჰქონდათ ბერძნული კანონები და მუდმივად იჭყლიტებოდნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, თათრებსა და ალექსანდრედից, ვენეციასა და ჩინეთს შორის. ეს არის ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთის და დასავლეთის საზღვარზე, მათ გზაჯვარედინზე მდებარეობს. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ დღეს ეს ხალხი ისტორიული წარსულისა და აწმყოს გასაყარზეც იმყოფება. საქართველო დიდი გამოწვევის წინაშეა, თუმცა დღეს ეს გამოწვევა თანაბრად დგას როგორც ამაყი ქართველების, ასევე ყველა ქრისტიანი ადამიანის და ზოგადად დასავლური რაციონალიზმის წინაშე. ეს გამოწვევა რეალურია და იგი ადამიანების თანაცხოვრების ფორმას, ოჯახს ეხება. საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და დღეს ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა გადავაფასოთ კაცობრიობის ცხოვრების და კულტურის დედააზრი. შევაფასოთ საზოგადოება, სადაც ძალიან აშკარად იგრძნობა თუ რას ნიშნავს ოჯახი და თაობათა შორის კავშირი. საქართველო არის იმ ადამიანების გადაკვეთის ადგილი, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა იქონიეს კაცობრიობის მთელ ისტორიაზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. დღეს ეს ქვეყანა ისტორიათა გზაგასაყარზეა. საქართველოს და ქართული კულტურის უმთავრესი სიმდიდრე ყოველთვის იყო ოჯახი და მისი გავლენა თითოეულ წევრზე, იქნება ეს ბავშვი, მამა, დედა, ბებია-ბაბუა თუ მთელი საზოგადოება. ოჯახი აქ კულტურის ნაწილია და თაობათა შორისი სოლიდარობა სწორედ იმის შედეგია, რომ საქართველო ამ გზაჯვარედინზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მე ყველა თქვენგანისთვის ერთი მცირე საჩუქარი მაქვს. ეს არის ოჯახის გლობალური ინდექსის კვლევა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ნოვატერამ გამოაქვეყნა. ჩვენი ერთ-ერთი მკვლევარი ნამდვილ საგანძურს წააწყდა, რომელსაც თქვენ საგულდაგულოდ მალავდით, თუმცა ეს სამყაროსთვის მეტად საჭირო განძია. ეს არის ოჯახში თაობათა შორისი სოლიდარობა, ნამდვილი სიმდიდრე, რომელსაც ოქროს საწმისივით ყველა ეძებს. თაობათა შორისი სოლიდარობა ძალიან აქტუალური თემაა, ვინაიდან ის სოციალური ერთობის ფუნდამენტად გვევლინება და მნიშვნელოვანია ოჯახში თაობებს შორის ურთიერთობისთვის. სოლიდარობა ყველა საზოგადოებაში და ყველა დროში იყო ოჯახის მთავარი მახასიათებელი. დღეს, როდესაც ვდგავართ მოსახლეობის დაბერების, დემოგრაფიული და სოციალური ტრანსფორმაციების წინაშე, რაც უარყოფითად აისახება ოჯახის ინსტიტუტზე, თაობათა შორისი სოლიდარობა კიდევ უფრო მეტ დატვირთვას და მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრუნვის ვალდებულება არა მარტო ახალგაზრდა თაობის მიმართ, არამედ ოჯახის უფროსი წევრების მიმართ. თაობათა შორისი სოლიდარობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმცროს და უფროს თაობებზე ზრუნვის ვალდებულება ოჯახის წევრების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერის მთავარ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. ოჯახური ვალდებულებები არის მორალური ნორმები, რომლებიც ქცევას განსაზღვრავენ. აქედან გამომდინარე, ამ თაობათა შორისი მოვალეობის შესწავლა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია არა მხოლოდ ოჯახის შესწავლის, არამედ სოციალური ერთსულოვნების შესახებ საუბრის დროსაც. რა განსაზღვრავს ოჯახურ ვალდებულებებს? ევროპასა და ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, უფროსი თაობა ნაკლებ ოჯახურ პასუხისმგებლობას ამჟღავნებს, ვიდრე ახალგაზრდა თაობა. ამ კვლევების თანახმად ეს იმის გამო ხდება, რომ ახალგაზრდა თაობას უფრო იდეალისტური შეხედულება აქვს თაობათა შორის ურთიერთობებზე და ერთგვარად დავალებულად გრძნობს თავს წინა თაობისგან. დაქორწინებული ადამიანები პასუხისმგებლობის უფრო მაღალ გრძნობას ამჟღავნებენ, ვიდრე დაუოჯახებელნი და განქორწინებაში მყოფნი. რწმენა და რელიგია განამტკიცებს პასუხისმგებლობის გრძნობას თაობებს შორის იმ სეკულარული პროცესების მიუხედავად, რაც მსოფლიოს ბევრ მხარეში მიმდინარეობს. მოვალეობა, რომელზეც აქამდე ვსაუბრობდით, შეიძლება მივიჩნიოთ ერთის მხრივ შვილების ვალდებულებად, რომელსაც ზრდასრული შვილები გრძნობენ მოხუცებული მშობლების მიმართ და მეორეს მხრივ ვალდებულებად, რომელსაც მშობლები გრძნობენ შვილების წინაშე. ევროპული ღირებულებების შესწავლა მოგცვა საშუალება გაგვეთვალისწინებინა როგორც შვილების, ასევე მშობლების პასუხისმგებლობა 47 ქვეყნის მონაცემზე დაყრდნობით. მე ვგულისხმობ 2011 წლის გამოკითხვას, სადაც სამი შეკითხვა იყო დასმული ოჯახური ვალდებულებების საკითხზე. ისინი ეხებოდა შემდეგ თემებს: მშობლების პასუხისმგებლობა შვილების წინაშე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოხატავს ყველაზე უკეთ თქვენს დამოკიდებულებას მშობლების პასუხისმგებლობაზე შვილების მიმართ? პირველი, მშობლების მოვალეობაა ყველაფერი იყონონ თავიანთი შვილებისთვის, თუნდაც საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე. მეორე, მშობლებსაც აქვთ საკუთარი ცხოვრება და დაუშვებელია მათ მოუთხოვოთ საკუთარი კეთილდღეობა შვილებს შესწირონ და მესამე, არც ერთი. ამით ჩვენ ვიკვლევდით მშობლების ვალდებულებების მხარდაჭერას, რომელიც ფასდებოდა 1-დან 3 ქულით. საქართველო პირველ ადგილზეა 2,94 ქულით.
შვილების პასუხისმგებლობა მშობლების წინაშე. ქვემო ჩამოთვლილთაგან რომელი გამოხატავს ყველაზე უკეთ თქვენს დამოკიდებულებას ზრდასრული შვილების პასუხისმგებლობაზე მშობლების მიმართ, როდესაც მშობლებს ესაჭიროებათ მოვლა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პირველი, ზრდასრული შვილი ვალდებულია უზრუნველყოს მშობლის მოვლა დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე. მეორე, ზრდასრულ შვილებს აქვთ საკუთარი ცხოვრება და დაუშვებელია მათ მოვთხოვოთ შესწირონ საკუთარი კეთილდღეობა მშობლებს და მესამე არც ერთი. ამით ჩვენ ვიკვლევდით შვილების ვალდებულებების მხარდაჭერას, რომელიც ასევე ფასდებოდა 1-დან 3 ქულით. საქართველო მეორე ადგილზეა 2,76 ქულით. მესამე კრიტერიუმი იყო შვილების პასუხისმგებლობა ავადმყოფი მშობლების წინაშე. დასმული იყო შეკითხვა, როდესაც მშობელი მძიმედ ავადა ან სუსტი ჯანმრთელობა აქვს, არის თუ არა ზრდასრული შვილი ვალდებული მას მოუაროს. ასარჩევი პასუხები იყო აბსოლუტურად ვეთანხმები, არ მაქვს პოზიცია, არ ვეთანხმები, კატეგორიულად არ ვეთანხმები. პასუხებით ვიკვლევდით შვილების მოვალეობების მხარდაჭერას ავადმყოფი მშობლების მიმართ, რომელიც ასევე ფასდებოდა 1-დან 3 ქულით. საქართველო აქაც პირველ ადგილზეა 2,97 ქულით. ნება მომეცით მივულოცო ქართველებს ეს შედეგი და მადლობა გადაგიხადოთ. სამივე შემთხვევაში, რაც უფრო მაღალია ქულა, ეს ნიშნავს უფრო მაღალ ოჯახურ პასუხისმგებლობას და საქართველო აბსოლუტური გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელია 47 ქვეყანაში, რომელთა შორისაც არის ევროკავშირის 28 ქვეყანა, რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნები. ის რომ თქვენ გზაჯვარედინზე იმყოფებით, დიდი პატივია თქვენთვის, ისევე როგორც ჩვენთვის არის დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა. ეს არის ისტორიის, ხალხის, რელიგიების და საზოგადოებების გზაჯვარედინი. სწორედ ამიტომ არის დაუშვებელი, რომ ნებისმიერმა მთავრობამ, სამინისტრომ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგავალდებულოთ და თავს მოგახვიოთ ისეთი სოციალური ცვლილებები და კულტურული რევოლუციები, რომელიც ოჯახს და თქვენი ერის ქრისტიანულ ფესვებს ეწინააღმდეგება. თქვენ მსოფლიოში უნიკალური ფასეულობები გაგაქვთ, რომელიც უიშვიათესი და უძვირფასესია. ეს იგივეა, რაც აბრეშუმის გზა მარკო პოლოსთვის. არ დაუშვათ, რომ უვიცმა მოხელეებმა აგიგრძალონ რელიგიის სწავლება სკოლებში მხოლოდ იმიტომ, რომ დაასუსტონ თქვენი სოციალური ერთსულოვნება და თაობათა შორისი ურთიერთობის სიმდიდრე. არ დაუშვათ, რომ უცხოელებმა შხამიანი ვირუსებით შემოიტანონ თქვენს ქვეყანაში იდეოლოგიები, როგორიც მაგალითად გენდერული იდეოლოგია. ზოგჯერ ეს იდეოლოგიები იმდენად პარადოქსული და აბსურდულია, რომ უკვე სასაცილო ხდება. ნება მომეცით მოგიყვანოთ ერთი მაგალითი. რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების განათლების და იუსტიციის დეპარტამენტებმა გამოსცეს შეთანხმება პრეზიდენტის დეკრეტი, სადაც ითხოვენ, რომ ტრანსგენდერმა სტუდენტებმა სკოლებში ტუალეტებით ისარგებლონ საკუთარი გენდერული იდენტობის შესაბამისად და არა ბიოლოგიური სქესის მიხედვით. ეს ადმინისტრაცია ნერგავს ყველა გენდერის პატივისცემას და ნუ დაგავიწყდებათ, რომ Facebook-ის ამერიკულ პროფილში 50-ზე მეტი გენდერის ჩამონათვალია. ესე იგი გამოდის, რომ ობამას ადმინისტრაციამ თითო სკოლაში სულ მცირე 50 სხვადასხვა ტუალეტის არსებობის უფლება უნდა დაიცვას და ყველა სკოლამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 ოთახი გააუქმოს და გადააკეთოს საპირფარეშოდ. წარმოგიდგენიათ, რამდენი გამოსაცვლელი ოთახი დასჭირდება სპორტულ დარბაზს, ან რამდენი პისუარი უნდა ჰქონდეს სპორტულ მოედანს. უფიქრია ობამას ადმინისტრაციას იმაზე, რომ ამ ტუალეტების ომით დიდი დარტყმის წინაშე აყენებს მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემას. ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ დაამტკიცა პრეზიდენტის ეს დეკრეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტში 250 ეგრეთ წოდებული მეცნიერის გასაიდუმლოებული შეხვედრა შედგა. განხილვის საგანი იყო შეთანხმების მიღწევა თუ როდის შექმნან პირველი მეცნიერულად შექმნილი სიცოცხლე. არა გენომი, არა სხეულის რომელიმე ნაწილი, არამედ სრულიად ახალი ცოცხალი ადამიანი. ჩვენ საქმე გვაქვს არა მხოლოდ თეორიულ იდეოლოგიასთან, არამედ უფრო მეტთან, ვიდრე მხოლოდ თეორიაა და ეს რაღაც სრულიად უცხო და ახალია. ეს ხელოვნური იდეოლოგია არა მარტო ცდილობს მთლიანად შეცვალოს ჩვენი მენტალიტეტი, წაართოს ბავშვებს ადამიანის, მამის, დედის სიყვარულის უფლება, არამედ მცდელობა აქვთ საერთოდ ახალი კაცობრიობა შექმნან. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი თავით და ამ დღეებში, როდესაც თბილისში მსოფლიო საოჯახო კონგრესი ტარდება, ისევე როგორც დავით აღმაშენებლის დღეებში უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი სიმდიდრე და ცოდნა გავაერთიანოთ საერთო სიკეთისათვის. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ოპონენტები, მაგალითად მე მიყვარს ისინი და ამას ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ. ვიცი რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ ისინი ხომ ამავდროულად ასეთი სასაცილოებიც არიან.
ჩვენ ხშირად გვიკვირს და გვაინტერესებს თუ რატომ გძულვართ მათ ასე. ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და ნამდვილი მიზეზი ჩვენივე ცხოვრების სტილში ვეძებოთ. მე მათი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ფაქტიურად მაიძულეს შემეხედა ჩემი თავისთვის და გამეცნობიერებინა თუ ვინ ვარ მე და რას ვაკეთებ. მე მიყვარს ისინი, ვინაიდან ჩვენ უფრო მეტი თავდაჯერებულობით და სიყვარულით ვიცავთ ღვთისმცნებებს და უფრო კარგად ვხედავთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი. და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ გამხნევდეთ. ამ კონგრესის დღეები ნამდვილად საზეიმო დღეებია და დაემისის შედეგები ოქროს გზაჯვარედინად გადაიქცეს თქვენი დედაქალაქისა და სრულიად საქართველოსთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.